მოგესალმებით კიდევ მინდა გამოვეხმაურო აი იმ ფაქტს, რომ თქვი რომ ეგრეთ წოდებულმა პარტიებმა, ნაცებმა, გახარიამ, ხაზარაძემ, მაკლერმა და მევახშიმ მოკლედ ფული აიღეს თქვა რა კოცებიდან საუბარი მაქვს პარტიის დაფინანსებას და რაღაცა და ნუ გავაკრიტიკე ესენი და ვთქვი რომ აი ამ ახალ ეგრეთ წოდებულ ახალგაზრდებს ვინც არ იცის იმშავი ფარგლის უკან რა ხდება დასვან შეკითხვები თუ არალეგიტიმურია ხელისუფლება და თუ ასე ვერ იტანენ და არ უნდათ ეს კოცები დამყალბებლები რატო იღეს ის ფული არალეგიტიმური ხელისუფლების არალეგიტიმური ბიუჯეტიდან დამტკიცებული გამომივარდნენ ეს ყლექალები ეს ყლეკაცები რაღაცას მეუნებიან შენ რა იცი ნახე იქ იყავი ხო დედამის რო ტყნავდნენ აი კოცების ნაცების და ერთი კოაბიტაცია რო ქონდათ სექსუალურ ფინანსური ხო იქ ვიყავი ზუსტად თქვენ დედა მოწყნულებო პარტიის დაფინანსება ეს ხო არ არის რაღაცა მაღაზიაში სიგარეტი იყიდო ამპური იყიდო ეს არის ოფიციალური ლეგალური ინფორმაცია ამის დამალვა ამის მოტყუება არავის არ შეუძლია ესენი იდება სამთავრობო საიტებზედაც შეთანხმება პარტიების შესახებ ამ თანხების აღების თემაზე ოფიციალურად გამოდებული ამას ვერც ვერავინ უარყოფს და ვერც ვერავინ დაიწყებს ამასთან სპეკულაციას თუ რა კოცების დედა იქ არ მოტყან ბიჭო ცოტა გამოფხიზლით სამოქალაქო აზროვნება ისწავლეთ და ინფორმაცია რაც საჯაროა ისწავლეთ მისი აღება საჯარო წესით და რაც შეეხება იმ ტიპებს ვინც ვერ ხედავს კოცების, ნაცების, გახარიების კოლაბორაციას მე ვფიქრობ ისინი დებილები არიან გინდა ახალგაზრდა სხეულში იყოს დებილისული და გინდა ასაკის ადამიანში იყოს დებილისული არარაისგან არ იქნება არარაისა აი ეს ასე და ისე მინდა აგერ გულახდილად თქვა ეს არ არის პირველი შემთხვევა რაც ქართველი არის ზოგადად ამათი კოლაბორაციის მსხვერპლია და გაგრძელდება ასედაც იმიტომ რომ მანამდე სანამ ქართველი კაცი ხაზარაძეების ნაცების კოცების გარეშე არ გამოვიდა არ დაიცავს მის სოციალურ ეკონომიკურ ინტერესებს და ეროვნულ ინტერესებს არაფერი არ ეშუება მთელ ერს აი ამის თქმა მინდოდა მე